საერთოდ მარიამის ხმაც კი ასად არის. ჩვეულებრივად სამუშაო პროცესში ჩანს ადამიანი რომ ანუ ინტერვიუს აძლევს ესეთი კადრი არ არის. არა, ესეთი არაფერი არ არის. მარიამის დაბარების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ვინც კი გამოჩენილა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიბაროს. საფუძველი პირველივე რაც შეიძლება ითქვას, რაც მოსამართლემ გააჟღერა მარიამის გამოკითხვის დაბარების რაც იყო ის რომ თითქოს იგივე რაღაცა ინტერვიუს ან ინფორმაციას აწვდა ბიბის, რაც თავისთავად წყვილი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა მის უფლებადამცველებს ეს სიუჟეტი თავიდან ბოლომდე არაერთხელ გვაქვს ნანახი და არც ერთ ეპიზოდში მისი მსგავსი მონაწილეობა არ ჟღერდება და ჩანასახშივე დაბარებავე და უკანონო იყო მისი. თუმცა ასევე ეს განჩენილებას არ გადმოგვცევია სასამართლოს მხრიდან, რაც დავაფიქსირეთ. შემდგომში გაუმძიებლის ეს კითხვები, მიზანმიმართული კითხვები, რომლებიც არაზუსტ ინფორმაცია შეიცავდა, ტყუილებს შეიცავდა, რომ თითქოს მან ინტერვიუთ ვინმეს რაიმე ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა გაუმძიებელი მაინც ცდილობდა, რომ აი ინტერვიუში ვის რა ინფორმაცია მიაწოდა, ესეთი ამ 40 წუთია დაახლოებით ვარსკვლავის სიუჟეტი და ესეთი არაფერი არ ჩანს. იყო ის კითხვები, რაც თქვენ უკვე არაერთხელ მოისმინეთ სხვებისგანაც, აი კონკრეტული ქიმიური ნაერთის შესახებ თუ არა ინფორმაციას მიაწოდა თუ არა ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია და ამის შესახებ დაიცვა არაერთი კითხვა და მოგეხსენება თუ კი ამაზე არაერთხელ არის ნალაპარაკები, მათ შორის ამ ფილმშიც არის ნალაპარაკები, რომ ამის წყარო ამ კონკრეტულ ნაერთთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით ასმული კითხვები, რას ემსახურება თუ არა პროპაგანდას